ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 16. ზამბარაზე მიმაგრებული სხეული ირხევა X ღერძის გასწვრივ, ნახატზე გამოსახულია მისი სიჩქარის, გეგმილის, დროზე დამოკიდებულების გრაფიკი და გვეკითხებიან რისი ტოლია რხევის ამპლიტუდა. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ ამისთვის პრინციპში შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი ფორმულა, თუ გავიხსენებთ, რომ მაქსიმალური სიჩქარე ციკლურ სიხშირესთან დაკავშირებული არის შემდეგი სახით: V მაქსიმალური სიჩქარე ტოლი არის ამპლიტუდა გამრავლებული ციკლურ სიხშირეზე, სადაც ციკლური სიხშირე ჩვენ შემთხვევაში არის ჯერ ციკლური სიხშირე არის 2π შეფარდებული ტესთან. და აქედან ახლა ჩვენ ამპლიტუდა გამოგვდის რისი ტოლი? აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ ამპლიტუდა A ტოლი არის T გამრავლებული V მაქსიმალურ სიჩქარესთან გაყოფილი არის 2π-ზე. ჩვენ თუ პერიოდი ვიპოვეთ და მაქსიმალური სიჩქარე, ამპლიტუდაც გვცოდნია, ხო, სხეულის. და პერიოდი რა იქნება? თუ დავაკვირდებით ნახაზს, ჩვენ დროის საწყის მომენტში სხეულის სიჩქარე იყო 0, შემდეგ ნახევარ-წამში გავხდა მაქსიმალური, შემდეგ ერთ წამში ისევ 0, შემდეგ -0.5 გეგმილი და ორ წამში ისევ 0. ანუ თავის საწყის მნიშვნელობას დაუბრუნდა ეს ჩვენი სხეულის სიჩქარე ორ წამში. ესე იგი, აი ეს დროითი მანძილი ყოფილა პერიოდი, რა დროშიც დაუბრუნდა საწყის მნიშვნელობას, ხო? 2 წამი. ესე იგი, T გავარკვიეთ, რომ არის 2 წამი. 2 წამი. ეხლა შევხედოთ მაქსიმალური სიჩქარე რამდენია. მაქსიმალური სიჩქარე სხეული აღწევს ტეოდრის ნახევარ-წამ მომენტში და ეს მაქსიმალური მნიშვნელობა სიჩქარის არის 0.5 მეტრ-წამი. ანუ V მაქსიმალურიც გავარკვიეთ, რომ ეს ტოლი ყოფილა 1/2 მეტრ-წამის. და უბრალოდ ეხლა ავდგეთ და ჩავსვათ ამ გამოსახულებაში, რას მივიღებთ. ამ გამოსახულებაში თუ ჩავსვავთ, ეს ტოლი იქნება T არის 2, ეს გამრავლებული V მაქსიმალური არის 1/2-ზე, V მაქსიმალურზე, კი ბატონო, გაყოფილი კიდე 2π-ზე. ესენი შევეკვეცა და ეს ტოლი გამოგვდის 1 შეფარდებული 2π მეტრი, ხო? 2π მეტრი, მაგრამ პასუხი გვაქვს სანტიმეტრში, სანტიმეტრებში მოცემული. თუ გავითვალისწინებთ, რომ მეტრი არის 100 სანტიმეტრი, კიდე 100 სანტიმეტრი, 100 სანტიმეტრი უნდა დავწეროთ მეტრის მაგივრად, ესე იგი. ეს 100 და 2 შევეკვეცება და დაგვრჩება 50. ეს ტოლი არის, ესე იგი, 50 შეფარდებული π სანტიმეტრთან, ხო? ანუ საბოლოოდ დავწეროთ ახლა პასუხი რა გამოგვივიდა. ამპლიტუდა ტოლი ყოფილა 50 შეფარდებული π სანტიმეტრთან. ეს არის პასუხი A.